კარინა გრიგორიანი, მირანდა კოტრიკაძე. დავიწყოთ? რუსთავის მეექვსე დაწესებულებიდან ეტაპირებულიყვნენ პატიმრები გეგუთის კოლონიაში, რომლებიც არიან სასტიკად ნაცემნი და აქვთ სხეულზე მძიმე დაზიანებები. ეს ფაქტი დროში ემთხვევა რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ფაქტს და როგორც ვიცით ამ ფაქტზე სასჯელ ახსნილების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ პატიმარმა თავი მოიკლა, ანუ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. არა, გადმოჩნდეს და ეს გადმოჩნდეს და ეს რამდენი პატიმარი იყო თუ შენ მოდიხავნა იმაში? ხო, მე მოთხოვნა. დავიწყო? პრობლემა არის ის, რომ დროში დაემთხვა უბრალოდ ის და ის, რა თქმა უნდა. და ეხლა მოთხოვნა. ან თქვი რომ დროში დაემთხვა. აი მოდი ჯერ მოთხოვნა თვითონ მე. ანუ სახალხო დამცველს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოუწოდებთ გადაამოწმოს ეს შემთხვევა, ხოლო რაც შეეხება სასჯელ ახსნილების სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას, ვურჩევთ ნუ გაიმეორებს მისი წინამორბედის შეცდომებს და საზოგადოებას აცნობს თუ რა ხდება და რა მდგომარეობაა დღეს პენიტენციალურ სისტემაში. მაგითო გითხარით, რომ ორი განსაკუთრებული უნდა შუაში მიკროფონი მე. ეხლა იქ თქონა როგორ შეიძლება. აი, მოდი, რომელიც შეუძლია ფორტის საუბროს. ანუ რა მდგომარეობაც. ანუ არა, ვინ ნახა, ამას ვერ გეტყვით, წყაროა. ზუსტადაც ამიტოა მოთხოვნა იმას. მაგ იმას ვითხოვთ სწორედ, რომ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია სახალხო დამცველმა. ჩვენ წყაროსგან გვაქვს ეს ინფორმაცია. გადაიყვანეს დღეს არ ვიცია 16-ში ღამეს გადაიყვანეს ეს პატიმრები ზუსტად იმ დროს, როდესაც გარდაიცვალა სანაია და სწორედ მაგაზე მქონდა საუბარი, რომ ეს პატიმრის გარდაცვალების ფაქტი და ამ პატიმრების ცემის ფაქტი და გადაყვანის ფაქტი, ანუ ეტაპირების ფაქტი დროში ემთხვევა ერთმანეთს. სწორედ მაგას ვითხოვთ ახლა ჩვენ სახალხო დამცველისგან, რომ გადაამოწმოს ამ ინფორმაციის სისწორე და ასევე სასჯელ ახსნილების დეპარტამენტმა დადოს ინფორმაცია, რომ სინამდვილეში რა მოხდა სასჯელ ახსნილების დეპარტამენტში დაწესებულებაში. რეალურად ჩვენ ვიცით, რომ ნაცემები არიან სასტიკად, ზოგს აქვს თავი გატეხილი, ზოგს მოტეხილობები აქვს ფეხის და მკლავების არეში, დაზიანებებზე აღარ ვსაუბრობთ, ანუ არის ეს მდგომარეობა დღესდღეობით, რაც ჩვენ ვიცით. თქვენი ინფორმაციით ეს მანამდე მოხდა, ანუ სანამ გადაყვანა მოხდებოდა, თქვენ ფიქრობთ და გაგცემთ, რომ ამ პატიმრის გადაცვალება გადაყვანისას ხდებოდა, ზუსტად მეექვსე დაწესებულებაში მოხდა მათი ცემა, რის შემდეგაც მოხდა მათი გადაყვანა. ანუ გეგუთის კოლონიაში. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მათთან ერთად ცემა კი, სრულიად საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი არის, რომ ეს გარდაცვლილი პატიმარი სწორედ მოხვა იმ ცემის დროს და გარდაიცვალა მაგის შედეგად. როგორც ვიცით, ზუსტად რამდენია გადაყვანილი ამ ეტაპისთვის არ ვიცით, მაგრამ როგორც ვიცით, ანუ სასჯელ ახსნილების დეპარტამენტი როგორც ავრცელებს ინფორმაციას, ისინი რაღაც რემონტს გეგმავენ იქ მეექვსე დაწესებულებაში და მაგიტომ ხდება ეტაპობრივად ყველა პატიმრის გადაყვანა. ესე რაოდენობრივად ზუსტად ვერ გეტყვით რამდენია, დაახლოებით 60-80 კაცია დარჩენილი ახლა დაწესებულებაში. ყველა ნაცემი არ არის, ორი ეტაპია ნაცემი.
ვინც გადაყავდათ, ორი ეტაპი არის ნაცვლად. არა, ზუსტად არ არა, ზუსტად არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ დროში ემთხვევა ჩვენ წეღანას ვთქვით და დღეს ეხლაც გავიმეორებთ, რომ დროში ემთხვევა უბრალოდ ეს ფაქტი, გარდაცვალების ფაქტის. ეტაპირება რო ხდება, ეს არის კი ცნობილი ფაქტია. გუშინ დაადასტურეს, როგორც ვიცი, საჯარო საშუალების დეპარტამენტმა, თუმცა ვერ გეტყვით, სახალხო დამცველმა დაადასტურა უბრალოდ. მე სახალხო დამცველს. დიახ, უკავშირდებოდეს. დიახ. დიახ. რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით. დიახ. დიახ. სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის წარმომადგენლები კარინა გრიგორიანი და მარინა მირენდა კოტრიკაძე. მირენდა კოტრიკაძე. არა, საჯაროდ მიმართავთ, ახლა თქვენი საშუალებით მიმართავთ. არა, ეს არის არასამთავრობო, ჩვენ ვართ ყოფილი პოლიციელები, რომლებმაც გავაკეთეთ არასამთავრობო და ვიმუშავებთ უშუალოდ სამართალდამცავთა ძალოვნების საკითხებზე. მადლობა თქვენ.